მსოფლიო ისტორიაში უამრავი თარიღია. ზოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საამაყო. ზოგი კი ნაკლებად. არის ისეთი თარიღებიც, რომელიც უბრალოდ სამარცხვინოა. ზოგი კი საერთოდ დიდ შავ ლაქას წარმოადგენს კაცობრიობის შუბლზე. ასეთ სამარცხვინო შავ ლაქებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თარიღს, რომელსაც ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ ხოლმე. ზუსტად 10 წლის წინ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, იგივე Deep State-მა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. მაშინდელ ფსევდო-ლიბერალურ უზენაეს სასამართლოს მთელი ამერიკის მასშტაბით ერთნაირი სქესიანი ქორწინებები დააკანონებინა. ამ საქმეს ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ ჰქვია და მის საიუბილეო 10 წლის თავს LGBT თემი 10 ერთნაირი სქესიანი ქორწილით აღნიშნავს. მოკლედ ამ განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად ჰიუსტონში ერთდროულად 10 გეი წყვილი LGBT საზოგადოებრივ ცენტრში მონტროუსში შეიკრიბა და ქორწილი გადაიხადა. ოღონდ ყველამ არა. ზოგიერთმა ძველი ქორწილები განაახლეს და განმეორებით შეჰპიცეს ერთმანეთს ერთგულება. როგორც ჩანს, ერთნაირ სქესიან გაუკუღმართებულ ურთიერთობებს შიგადაშიგ სჭირდება განახლება და გადატვირთვა. საქორწილო ცერემონიაზე მხოლოდ ფეხზე დასადგამი ადგილები ყოფილა გათვალისწინებული. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მეგობრები და ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ დაპატიჟებულნი. ესეც ალბათ ერთგვარი ტრადიციაა. ყველაზე ახლობელი ადამიანები არ უნდა დაიღალნონ და მთელი ცერემონია ორი მამრი ან ორი მდედრი ნეფე პატარძლის მსგავსად ფეხზე უნდა იდგნენ საყვარელი ადამიანების მხარდასაჭერად. ობერგეფელის საქმის მე-10 წლის თავს LGBT ორგანიზაციებმა ახალი სოციოლოგიური გამოკითხვაც დაამტყვიეს, რომელმაც აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა თურმე ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ ამერიკაში ქორწინების თანასწორობა შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ამჟამინდელი ადმინისტრაცია LGBT იდენტობის წინააღმდეგ გამოდის. კიდევ უფრო მეტი შეშფოთების მიზეზია უზენაესის სასამართლოს ორი მოსამართლის მოთხოვნა, რომ ობერგეფელის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ამას ისიც ემატება, რომ რამდენიმე წითელი, ანუ რესპუბლიკური შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უზენაეს სასამართლოს ასევე ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. მოკლედ, სექსუალურ უმცირესობებში სანერვიულო ნამდვილად აქვთ. ეს ტრამპიც ისეთი სისწრაფით აცხობს ახალ ანტი-LGBT განკარგულებებს, რომ ეს ობერგეფელის საქმე მე-11 წლის თავამდე მიაღწევს თუ არა, ნამდვილად რთული სათქმელია. შიშები ამასთან დაკავშირებით უკვე ისია გაზრდილი, რომ თვით ამ საქმის მოსარჩელე, უზენაესის სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების სახე, ერთნაირ სქესიანობის ნამდვილი სიმბოლო ჯიმ ობერგეფელი გამოჩნდა ცისარტყელის შარავანდედით და ჩვეულებრივ მოკვდავ ქვიარებს შეუპოვარი ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. დღეს მსოფლიო იმ ეტაპზეა, როდესაც რეალური ძალაუფლება აღარ ეკუთვნის არჩეულ ლიდერებს, არამედ დამალულ სტრუქტურებს, რომლებიც არ იცვლებიან არჩევნებით, არ პასუხობენ მოქალაქეების ნებას და არ აღიარებენ დემოკრატიის ზნეობრივ საზღვრებს. სწორედ ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State, რომელიც უხილავი ხელით მართავს სასამართლოებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. სწორედ ამ პარაზიტულმა სისტემამ გადაიბარა პოლიტიკური პროცესი და ხელოვნურად გადააქცია დემოკრატია მიზანმიმართულ მავნე იდეოლოგიურ მანქანად, რომელიც პასუხობს არა ხალხის ნებას, არამედ მისთვის მიუღებელ და თავსმოხვეულ რევოლუციურ გარდაქმნებს აწარმოებს. და ამ გარდაქმნათა რიგში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული იყო 2015 წელს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების დაკანონება. არა როგორც ბუნებრივი სოციალური განვითარება, არამედ როგორც სისტემატური შეტევა სარწმუნოებაზე, ტრადიციაზე და თავად ადამიანის ღვთითბოძებულ იდენტობაზე. ეს გადაწყვეტილება არ დაიბადა საზოგადოებრივი კონსენსუსიდან. ის არ გამოხატავდა უმრავლესობის სურვილს, პირიქით, ის თავს მოახვიეს ქვეყნებს სასამართლოებით, ბიუროკრატიული ინსტრუმენტებით, მედიის ზეწოლითა და კორპორაციული კაპიტალის ძალით. ეს არ იყო დემოკრატიული არჩევანი, ეს იყო არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და სტრატეგიული ოპერაცია ტრადიციული სამყაროს დაშლის მიზნით.
როდესაც ქორწინება როგორც ღვთის მიერ დადგენილი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ირღვევა და მის ადგილს იდეოლოგიური რელატივიზმი იკავებს, მაშინ ირღვევა ის ზღვარი, რომელიც ადამიანურ საზოგადოებებს ქაოსისგან იცავდა. სწორედ ქორწინება და ოჯახი ქმნიდა იმ ბირთვს, რომელიც აყალიბებდა პასუხისმგებლობას, ზნეობრივ მემკვიდრეობას, რწმენის სივრცესა და შემოქმედებით ადამიანურ თავისუფლებას. ეს არ იყო მხოლოდ სოციალური კონტრაქტი, ეს იყო ტაძარი, სადაც ჭეშმარიტება ღმერთთან ხდებოდა შერწყმული. მაგრამ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ იგივე Deep State-მა ამ ტაძარზე იერიში მიიტანა. არა იმიტომ, რომ მას სწამს თანასწორობის, არამედ იმიტომ, რომ მისთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც ღვთით ბოძებულ ჭეშმარიტებას უკავშირდება. ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება წარმოადგენს იდეალური ინსტრუმენტს ღვთიური წესრიგის დისკრედიტაციისთვის. ეს არის სეკულარული იმპერიის იდეოლოგიური ბანერი, რომელიც ანაცვლებს რწმენას იურიდიულ ნორმატივიზმში, სინდის ფსევდოთანასწორობით, ხოლო ჭეშმარიტებას სოციალური კონსტრუქციის ტირანიით. ეს არის გეებისა და ლესბოსელთა იმ წყვილების გამარჯვება, რომლებიც დიდხანს იბრძოდნენ თავიანთი სამოქალაქო უფლებებისთვის. ეს არის გამარჯვება იმ ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებს ახლა ისევე თანაბრად აღიარებენ, როგორც სხვა ოჯახებს. ეს არის იმ მოკავშირეების, მეგობრების და მხარდამჭერების გამარჯვება, რომლებმაც წლები და ათწლეულები იმუშავეს ამ ცვლილებების მისაღებად. და ეს არის გამარჯვება ამერიკისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რაც მილიონობით ამერიკელს სწამს. როდესაც ამერიკელს მოეპყრობი თანაბრად, უფრო მეტად თავისუფლები ვიქნებით. დაი დღეს 10 წლის შემდეგ ისტორიული სასამართლო განაჩენის ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ იუბილეზე, რომელიც უმაღლესი სასამართლოს გზით თავს მოახვიეს ამერიკელ ერს და რომლის უარყოფითი ტალღა მთელს მსოფლიოს მოედო, ახალი დრამატული სურათი იშლება. ტეხასის შტატის უდიდეს ქალაქში, ჰიუსტონში მდებარე LGBT საზოგადოებრივ ცენტრში, მონტროუსში, ობერგეფელის 10 წლის აღსანიშნავად, ერთდროულად 10 ერთნაირსქესიანი ქორწილი ჩატარდა. ზოგიერთმა გეი და ლესბოსელმა წყვილმა ახლახანს იზეიმა თავისი გაუკუღმართებული კავშირი, ხოლო ზოგიერთმა ძველი ქორწილები განაახლა და განმეორებით დაუდასტურა ერთმანეთს ერთგულება. საქორწილო ცერემონიაზე მხოლოდ ფეხზე დგომისთვის იყო ადგილი გათვალისწინებული, რადგან იქ დასასწრებად მხოლოდ მეგობრები და ოჯახის ყველაზე ახლო წევრები იყვნენ მიწვეულნი. როგორც ჩანს, ესეც ერთგვარი სიმბოლური ჟესტია, რომ არათუ მხოლოდ ქორწინების ტრადიციული მნიშვნელობა, არამედ თითქოს თვითონ ცერემონიის ფორმატიც უნდა გარდაიქმნას. აქ ყველაფერი ხორციელდება იდეოლოგიური რიტუალის სტილში, სწრაფად, ხმაურიანად და ჩარჩოებიდან თავისუფლად. ნეფე-ნეფე და პატარძალ-პატარძალი ფეხზე დგანან და წარსულის სახალხო წესჩვეულებისგან სრულად დაშორებულ წარმოდგენას აწყობენ. წარმოდგენას, სადაც რწმენა, სიწმინდე და სიმშვიდე ჩანაცვლებულია პროვოკაციით, გადაჭარბებული სიმბოლიკითა და სოციალურ პროპაგანდად ქცეული ცერემონიალით. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების 10 წლის თავს ორგანიზატორებმა სიყვარულის გამარჯვება დაარქვეს, მაგრამ სინამდვილეში ეს წარმოადგენს სიყვარულის რწმენისა და საღი აზრის ღია დისკრედიტაციას. თავს წარმოუდგენლად ვგრძნობ. ეს იყო ძალიან ლამაზი, დიდებული ცერემონია და მე შევძელი ჩემი ყველა საყვარელი ადამიანის მეხ. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ ყოველთვის გვიწევდა ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. ობერგეფელის გადაწყვეტილებიდან 10 წლის თავზე LGBT ორგანიზაციებმა მასთან ერთად სოციოლოგიური გამოკითხვაც წარმოადგინეს, რომელიც ადასტურებს საზოგადოებრივ პოლარიზაციას. ამერიკელების უმრავლესობა 30% აცხადებს, რომ არ სურს უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს ობერგეფელი ჰოჯესის პრეცედენტი, რომელიც ერთნაირსქესიანი ქორწინების ფედერალურ დონეზე დაკანონებას უზრუნველყოფს. თუმცა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 7% სურს გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო 20% ამ საკითხში გაურკვეველია.
ამ შედეგებიდან იკვეთება თუ რამხელა იდეოლოგიური წენეხი განხორციელდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მედია და NGO ინსტრუმენტების მიერ 10 წლეულების განმავლობაში ამერიკულ საზოგადოებაზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ ბედავს არანორმალურობის ნორმად ქცევის გაპროტესტებას. ერთი მხრივ ქორწინების თანასწორობა გარკვეული მასშტაბით ინარჩუნებს მხარდაჭერას, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებაში კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი უკმაყოფილება და წინააღმდეგობა. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ კიდეც ობერგეფელის გადახედვის შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ ქმნის მორიგ პოლიტიკურ ნარატივს, სადაც ერთი შეხედვით დაცული უფლება აღარ ჩანს სტაბილურად გარანტირებული. ობერგეფელის წლისთავი ემთხვევა ახალ გამოკითხვას, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა შეშფოთებულია, რომ ეროვნული ქორწინების თანასწორობა შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ამჟამინდელი ადმინისტრაცია LGBTQ+ იდენტობის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური ელიტა ობერგეფელის გადაწყვეტილების 10 წლეულს ტრიუმფით აღნიშნავს, რეალური სურათი სულ სხვა. დღეს უკვე სულ უფრო ხელშესახები ხდება პერსპექტივა, რომ ეს იდეოლოგიური პრეცედენტი შესაძლოა საკონსტიტუციო განხილვის არენაზე დაბრუნდეს. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ღიად მიანიშნებს, რომ ობერგეფელი ჰოჯესის საქმე არ იყო კონსტიტუციური წარმატება, არამედ სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გადაქცევის ყველაზე მწვავე მაგალითი. გადაწყვეტილება, რომელმაც დააბნია საზოგადოებრივი მორალი და დაარღვია ჭეშმარიტი ქორწინების არსი. LGBT საზოგადოებაში ამ შეშფოთებას ისიც ამძაფრებს, რომ რამდენიმე შტატმა უკვე მიიღო რეზოლუციები, რომელთაც თავდაცვითი პოზიციის მიღმა გადადგეს ნაბიჯი. ისინი პირდაპირ მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს უარყოს ეს სამარცხვინო პრეცედენტი და აღადგინოს სამართლისა და ზნეობის თანხვედრა. ამ ფონზე LGBT ორგანიზაციებში გავრცელებული პანიკური ნარატივი სულაც არ არის უადგილო, რადგან ობერგეფელის გადასინჯვა მხოლოდ დროის საკითხად შეიძლება იქცეს და იმ დღეს საზოგადოებას მოუწევს არჩევანი, ან დარჩეს იდეოლოგიური მორევის ტყვეობაში, ან დაიბრუნოს ქორწინების ჭეშმარიტი სახე. ობერგეფელის შიშებს კონსერვატიულად განწყობილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბოლოდროინდელ კომენტარებთან დაკავშირებით, სადაც ისინი 10 წლის წინადელი გადაწყვეტილების გაუქმების სურვილს გამოთქვავენ, ასევე ემატება უზენაესი სასამართლოს 2022 წელს გაუქმებული აბორტის კონსტიტუციური უფლებაც. ობერგეფელისათვის ეს უკიდურესად საშიში პრეცედენტია. ბუნებრივია ბავშვების მკვლელობა, ისევე როგორც ბავშვების დასახიჩრება ძალიან შემოსავლიანი ბიზნესია. ბიზნესი, რომელსაც ამერიკის ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ. ათეულობით მილიარდის დაკარგვა კი რაღაც ზნეობრივი და მორალური სტანდარტების დასაცავად მათ კატეგორიულად არ სურთ. პირიქით, მის დასაცავად დიდი ალბათობით სწორედაც რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. ვირაჩი 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. როგორც ხედავთ, ფსევდო-ლიბერასტული იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების უფლება ყველა მხრიდან ყანყალებს. მის გარშემო წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და თუ 10 წლის წინანდელი ობერგეფელის სამარცხვინო გადაწყვეტილება მართლა ვერ იზეიმებს მე-11 წლის თავს, ეს ერთმნიშვნელოვნად გარყვნილი LGBT ღირებულებების ზეობის დასასრულის დასაწყისი გახდება. დროებით.